და ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის დაღესტნის მონაკვეთს. აქ ჩამოდის მდინარე ლოდოვანი. ეს ოდითგანვე სოფელ შილდას შემოსევები ჰქონდა ლეკიანოდიზოს ლეკებისგან, სადაც მოსახლეობას აოხრებდნენ, აწიოკებდნენ და გადაყავდათ ლეკების მხარეზე. აქ ცხოვრობდა ერთი სიძველი, ასე ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, მესაზღვრე ნინიკა, რომელიც აკონტროლებდა იმ დროისათვის შამილის პერიოდში ჩერტის სათავის მიმართულებით ერთ-ერთ ბილიკს, რომელიც ამოდიოდა დაღესტნიდან და საიდანაც ხდებოდა შემოსევა, სანამ შეეძლო მათი გაძლება, მათთან შებრძოლება სათითაოდ ამოსული მათი მეომრების, შეძლებდა ამ ომს და ბრძოლას. როცა უკვე დაატყობდა, რომ მრავლად წამოვიდოდა ხალხი, უკვე იქ ცეცხლს აანთებდა, გააგებინებდა ამ ცეცხლს ჩამოსასვლელ ბილიქს და აქეთ მეორე მხარე წალკოტის ჩამოსასვლელ ბილიქს. ეს გარდესი ძირითადად კონტროლდება ღამე. ჩემი მეგობარი იმ დროს თანამშრომელია გერმანულ ჯიშის ნაგაზი სიმბა არის ჩემთან უკვე ლეკვებიდან 4 თვიდან. მე მაგას ვასწავლე და უკვე 7 წელი დავდივარ საზღვარზე. ყავს ჩვენ დაკავებები და ჩვენ რაც შეიძლება ხშირად დავდივართ საზღვარზე სხვადასხვა მონაკვეთებზე. საგანგაშო ჯგუფში ვართ. ვიმსახურებთ საქართველოს. დახსოვეთ ოჯახით. იმიტომ რომ ერთმანეთის პატრონი ჩვენა ვართ ედაღამე. დასამოსლები ვართ თეორიიდან ერთი. ჩვენ ახლა ეს ადგილი არის უშუალოდ ხუბერის უღელტეხილი. ჩემს ზურს უკან არის დაღესტნის რესპუბლიკა, ხოლო ჩვენს პირდაპირ არის საქართველო. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფო საზღვარს 23 კილომეტრიან მონაკვეთს. მარჯვენა ფლანგი არის 16 კილომეტრი, მარცხნივ არის წალკოტის მიმართულებით. არის მესაზღვრის ცხოვრება. მესაზღვრი რო იყო ჯერ პირველ რიგში აუცილებლად უნდა იყო ეს მოწოდებით. ჩემი აზრით ესე არის. ამიტომ რთული არის მესაზღვრის ცხოვრება. უწევს ყინვა არის, თოვლი, ქარი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მესაზღვრი უნდა გამოვიდეს და გააკონტროლოს მიმდებარე ტერიტორია, რა. ეკოს გამწესები ეკო არ გამოდით კავშირზე. 80 ვარ. მდგომარეობა მოახსენე რა ხდება? აბიუია მდგომარეობა და უშახი აქ იყო 10 წელი შესწორება. მიღებულია კავშიროვნება. ეკოს 60 ვარ გამოდით კავშირზე. გისმე 60 კავშირზე ვარ ეხო. სექტორი გაგაში არაში. ამოვიდეთ რომლა. დადა. გავიდა. ყურადღება, შემოსული ინფორმაციის თანახმად,
უცხო პიროვნება შემჩნეული იყო შილდა ჰესის ტერიტორიაზე. საგანგაშო ჯგუფი ძებნას დავიწყებთ ჩუხჩუხის მიმართულებიდან ჩელთის ხეობის მიმართულებით საზღვრამდე. საბარიერო ჯგუფი გადაკეტავს ლოდოვანი ჩელთის შესართავს. ნებისმიერი პიროვნების შემჩნევის, უცხო პიროვნების გამოჩენისას იყავით ფრთხილად გადმოგვეცით ყველაფერი დაუყოვნების სექტორს. გასაგებია? გავიდა საგანგაშო ჯგუფი. რეზერვი მზადყოფნაში იქნება დახმარებისათვის. ძირითადი კონტროლი გაწეული კვებაზე, კვების პროდუქტებზე. როდესაც შემოვიდეს თვითონ ხელმძღვანელობას და პირველად გენერალი აკონტროლებს ამ სისტემას და თვითონაც ამოწევს პერიოდულად თუ როგორ ხდება მომარაგება საკვებით. იმიტომ ასეთი პირობებში პროდუქტების შესანახი შენობებიც კეთდება, რომ ყველაფერი იყოს დაცული, პროდუქტი არ გაფუჭდეს მალე და მაქსიმალური ხარისხიანი პროდუქტი მიეწოდეს მესამე. ჩვეულებრივი ტრადიცია არის ვენახი მოყვანა ყურძნისა, ჩვენი წინაპრებიც ეგრე იქცეოდნენ, ტარებისთვის წინსვლა იყოს. და ეს ყველაფერი იმათთვის არის. ჩაგდე. ეს ამჭირე ეს. ოდი. საი? აჰა, ჩაგდე. მიდი, აბა მიდი, არც აიქცე, მიდი. ოპა.